ვარ მარიკა გელიაშვილი, ლანდშაფტის დიზაინერი, მწვანე ბულანჟერის დამფუძნებელი. კონკრეტულად აი ამ სამი მიმართულების გაერთიანება ესე იდეა არ გქონია, ვინაიდან თავიდან როცა დავიწყეთ ჩვენ ამაზე ფიქრი, იყო სრულიად სივრცე მოგცა, ასე ვთქვათ, ამის საშუალება, რომ რაღაცა გაგვეკეთებინა. ერთადერთი ვიცოდით ის, რომ ბუნებასთან ახლოს უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, რადგან ლანდშაფტის დიზაინერი ვარ და ჩემი პირდაპირ მიმართულება სწორედ ბუნებაა. აქედან გამომდინარე, როდესაც ნახეთ ეს სივრცე და დავიწყეთ აქ მუშაობა, ეს იყო პირველი ჩვენი ნაბიჯები, აქ იყო მაღაზია სალონი გაიხსნა, სადაც მოდიოდნენ ადამიანები და ცდილობდნენ შეეძინათ სცენარეები, მიეღოთ მომსახურეობა გადარგვის. მქონდა ქოთნები ასევე, სადაც აი ამ ქოთნებში ჩვენი ბრენდის ქოთნები შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჩემი დიზაინით ვქმნიდი ამ ქოთნებს და ვამზადებინებდი შემდეგ უკვე ერთ ძალიან კარგ ადამიანს და ძალიან მოწონდათ ეს და მოწონდათ იქიდან გამომდინარე, რომ ერთ სივრცეში ხდებოდა ეს ყველაფერი. ვურგავდით, ანუ იძენდნენ თავდაპირველად მცენარეს, შემდეგ ვურგავდით და მიქონდათ სახლში და ალამაზებდნენ თავიანთ გარემოს. ასე რომ აი თავდაპირველი ის იდეა, რომ აქ აუცილებლად ეს რაღაცა სამი მიმართულება უნდა ყოფილიყო, ეს არ ყოფილა თავიდან. თუმცა აი ამ შემდეგ რაღაცა მოთხოვნიდან გამომდინარე, უკვე გაიზარდა, უკვე დავიწყეთ უბრალოდ ფიქრი იმაზე, რომ კიდე რა შეიძლება და გაგვეკეთებინა ამ სივრცეში საინტერესო, რომ ყოფილიყო ბუნებასთან ახლოს და ყოფილიყო ამავდროულად რაღაცა მიმზიდველი, მეტი ინტერესი ყოფილიყო თქვათ ადამიანების მიმართ აი სიახლოვე ბუნებასთან და ასე შემდეგ და აი აქედან გამომდინარე უკვე ჩამოყალიბდა აი ეს შემდეგ მიმართულებები, რაც არის ჩვენი მასტერკლასების სახით და ინტერიერის გამწვანები. პირველ რიგში, როგორც თქვი, ჩემი ძირითადი მიმართულება ლანდშაფტის დიზაინია. მე ვქმნი ძირითადად კერძო დაკვეთებზე ვმუშაობ და ვქმნი ლანდშაფტის დიზაინს და შემდეგ უკვე ჩემი მეუღლე, ჩვენი ოჯახური საქმეა, ასე ვთქვათ. ერთად ვახორციელებთ ამ ჩემ დაგეგმილ დიზაინს, რომელიც შემდეგ აი დამკვეთს წარუდგინოთ. ძალიან საინტერესოა ერთად მუშაობა, მინდა ვთქვა, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ უკვე წლები ამ საქმეში და ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს აზრებს და ძალიან გვიმარტივდება აქედან გამომდინარე, თქვათ, უკვე დამკვეთამდე მიტანა იმისი თუ რა გვინდა რომ გამოვიდეს. თუმცა მინდა ვთქვა პირველ რიგში, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლანდშაფტის დიზაინში ალბათ არის ის, რომ ადამიანებთან ურთიერთობაა ყველაზე მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო ადვილად გესმის იმ ადამიანების ვთქვათ, რა უნდა, რა სურთ რომ მიიღონ თავიანთი ბაღიდან და აქედან გამომდინარე ეს მე ძალიან მიყვარს, ანუ ბუნების სიყვარული და ადამიანების სიყვარული რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივია ეს ყველაფერი ჩვენთვის და ძალიან საინტერესოც, რა თქმა უნდა. შენ თუ გჯერა იმისი, რასაც აკეთებ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ გააქვს უკვე რაღაც გარკვეული საინტერესო ნიუანსები ნაპოვნი ან ბაზარზე, ან ნაპოვნი გაქვს, ასე ვთქვათ, მასშტაბირების შესაძლებლობა. შემდგომ თუ ამის შენ თვითონ გჯერა, უკვე შეგიძლია რომ სხვებიც დაარწმუნო და სხვების დაარწმუნება ხშირ შემთხვევაში ეს სხვები არიან ის ინვესტორები, ვინც ამ შენს ინოვაციაში და ბაზრის ხედვაში ფული უნდა ჩადონ. არსებობს სხვადასხვა გზა, ანუ პირველ ეტაპზე არის შეიძლება მეგობრის თანხა იყოს, შეიძლება ოჯახის წევრების, შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ საგრანტო კონკურსები, არსებობს ასევე სპეციალური ფონდები, რომლებიც მაღალ რისკიან პროექტებში დებენ ფულს. თუმცა საქართველოში ეს შეზღუდულია შედარებით და ამიტომ თავიდანვე შენ თუ გჯერა შენი იდეის და ამის მასშტაბირების და გრძელვადაში უყურებ, რომ გლობალურად იქნები საინტერესო მოთამაშე ამ სფეროში, მაშინ ჯობია რომ თავიდანვე საერთაშორისო აქსელერატორებს მიმართო, რაღაც angel ქსელებს
და მოსინჯო იქ ბედი. გარდა იმისა, რომ ლანდშაფტის დიზაინზე ვმუშაობ და წლებია ვქმნი ლანდშაფტის დიზაინს, გარდა ამისა ინტერიერშიც ძალიან აქტიურად მუშაობთ და ეს ინტერიერში მუშაობა ცოცხალი მცენარეების გარდა მუშაობ სტაბილიზირებულ ხავსზე, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური და ტრენდული გახდა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან პერსპექტიულია იმ კუთხით, რომ ბევრი საინტერესო პროექტია. პერსპექტიულია იმ კუთხით, რომ ეხლა ხანს, რამდენიმე წელია, რაც არსებობს ბაზარზე სტაბილიზირებული ხავსი და არის კიდეც რამდენიმე კომპანია, რომელიც აკეთებს ამას. და საინტერესოა ჩემთვის იმ კუთხით, რომ სტაბილიზირებულ ხავსზე როდესაც დავიწყე მუშაობა, ძალიან ბევრი შეთავაზება იყო, ბევრი პროექტი განახორციელე ამ კუთხით, მაგრამ ყველაზე საამაყო ჩემთვის არის ის, რომ პირველად საქართველოში მე დავიწყე მასტერკლასები. ამ კუთხით, მინდოდა რომ გამეზიარებინა ის ცოდნა, რაც მქონდა ამ მიმართულებით, როგორ კეთდებოდა ეს, რა შეიძლებოდა, რა სახის დეკორები შეიძლებოდა გაეკეთებინათ და სხვათა შორის ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია განსაკუთრებით ზრდასრულებში და დაინტერესდნენ როგორც ინტერიერის დიზაინერები, რომელსაც თავიანთ პროექტებში შექონდათ შემდეგ ეს სტაბილიზირებული ხავსი და ძალიან საინტერესოდ განახორციელეს, ასევე ადამიანები მოდიოდნენ უბრალოდ დიასახლისები, რომლებსაც უნდათ განტვირთვა, უნდათ რაღაცა ყოფითი პრობლემებისგან მოდიოდნენ და ერთგვარი თერაპია ესეც მინდა ვთქვა და ძალიან სასიამოვნო პროცესია მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი საათობით არ არის ეს მარტივი პროცესი და დაახლოებით 3-4 საათი გრძელდება მასტერკლასი და საათობით უწევდათ ხოლმე ამ ის შექმნა, დეკორების შექმნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რაღაცა დიდ სიამოვნებას იღებდნენ ამ ყველაფრით და აი ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა და ისიც, რომ ასევე რამოდენიმე ჩემი მოსწავლე შეიძლება ითქვას, რომ გამიზნულად მოვიდა იმისთვის, რომ თქვა თავისი ეს საქმიანობა ბიზნესად ექცია და მართლაც შექმნეს თავიანთი მიმართულება ამ კუთხით და განავითარეს როგორც ბიზნესი და ეს ძალიან საამაყოა ჩემთვის. კარგ და ძლიერ გუნდს ჩემი აზრით და ჩვენი გამოცდილებით პირველ რიგში ქმნის კომუნიკაცია. არ აქვს სტანდარტულად მოთხოვნები რაც არის, რომ ვიღაცას ტექი უნდა ესმოდეს, ვიღაცას ფინანსები, ვიღაცას მარკეტინგი და რა თქმა უნდა, ყველას რაღაც გამოცდილება უნდა ქონდეს, რასაც ერთიანად რო შეკრავ, პროდუქტს წაადგება, ესე ვთქვათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გუნდი ვერ იქნება წარმატებული თუ ერთმანეთის არ ესმით, თუ რაღაც ერთმანეთში არ მეგობრობენ, იმიტომ რომ ისეთი რაღაც არის ეგრეთ წოდებული ფაუნდერობა ხო ამ სტარტაპის, რომ ძირითად დროს ისედაც ხო ერთად ატარებს და თუ არ ატარებთ, მაინც რაღაცა სახით კომუნიკაცია გიწევთ და თუ ესეთ დროს რავი იმ ადამიანებს ვერ უგებ და სხვადასხვა შეხედულებები გაქვთ ცხოვრების მიმართ და არ შეგიძლიათ რომ თუ რაღაცა არ გესიამოვნოთ, მე რაღაცა ადამიანურად განიხილოთ და გადაჭრათ, არ მგონია რომ რამე გამოვიდეს. ჩვენთან განსაკუთრებით პირველიდან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მოდიან და სხვადასხვა აი ამ ჩვენს სივრცეში რამოდენიმე მიმართულებაა, როგორც გითხარით, მასტერკლასების და ეს არის პატარა მებაღე, სტაბილიზირებულ ხავსზე მუშაობა და ასევე გამომშრალი მცენარეებით შექმნილი დეკორების კეთება და ძალიან ხშირად ბავშვები ირჩევენ თავისი არჩევანით იღებენ ხოლმე თავისი არჩევანი აქვთ ამ შემთხვევაში და უნდათ რომ ირჩევენ თქვათ გარკვეულ მიმართულებას და უკვე ამით მოდიან ჩვენთან და საინტერესო ის არის რომ სამივე მიმართულება თავისთავად საინტერესოა, თავისთავად დიდი ინტერესი წვევს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის ის, რომ აქ ბავშვები არიან სრულიად თავისუფლები.
თავისუფლები იმ მხრივ რომ აი ვცდილობ ანუ აი როდესაც მიწასთან მუშაობენ აი ხელთათმანიც კი არ გავუკეთო რომ თქვათ აი შეხება კონდეს მიწასთან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის მათი თქვათ რაღაცა შეხება ხდება ბუნებასთან ერთგვარი ხდება ის რომ რაღაცა იწყებენ ზრუნვას, რადგან ჩვენ არა მხოლოდ გადარგვას ვასწავლით, არამედ შემდეგ მოვლას ვასწავლით, როგორ უნდა იზრუნონ მცენარეზე, რა უნდა იყოს მათი თვის რა არის მათთვის საინტერესო და ასე შემდეგ. სოციალური ქსელით ხდება, ანუ ისინი პოულობენ ჩვენ ასე ვთქვათ, მშობლებსაც ძალიან უხარიათ იქიდან გამომდინარე, რომ წდებიან ბავშვები აი ამ რაღაცა ყოველდღიურ რუტინას და თუნდაც აი гаджеტებს და ტელეფონებს, რომელიც რაღაცა დღეს ძალიან დიდი პრობლემაა, ხო? და აქედან გამომდინარე მოდიან და რაღაცა მოწონთ ჩვენთან ურთიერთობა და აქვე მინდა დავუმატო, რომ ყოველ მასტერკლასს ჩვენთან პლუს არტ თერაპიაც სტარდება ყოველი მასტერკლასისას და ეს არტ თერაპიაც აი არაჩვეულებრივი ჩემი გუნდის წევრი ლიკუნა ატარებს, რაც ძალიან სახალისოა და ამავდროულად იქაც ძალიან თავისუფლები არიან ბავშვები და ცდილობენ თავიანთი ემოციები გამოხატონ, სწორედ აი ამ არტ თერაპიის საშუალებით და ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. საწყის ეტაპზე, როცა სტარტაპი იწყებს ოპერირებას, მნიშვნელოვანია, რომ ის იდეა, რაც ჩამოყალიბებული ქონდათ, სწორად დაინახონ, როგორ შეიძლება გაიტანონ ბაზარზე, გაიგონ მომხმარებლის ნამდვილი ღირებულებები, ნამდვილი ფიდბექი გაიაზრონ და ამის მიხედვით გადააწყონ თავისი ოპერაციები. ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსის მოძიება და გუნდის სწორად შერჩევა, იმიტომ რომ ბევრი რთული გზის გავლა მოუწევთ გუნდის წევრებს სტარტაპის მშენებლობის დროს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტარტაპის დაწყების მომენტში, რა თქმა უნდა, ფინანსური შეზღუდული გვაქვს და გუნდის წევრების პროფესიონალიზმი და სკილები ისე იყოს დაკომპლექტებული, რომ იმ საქმეს ადგებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია სანაცნობო წრე და კონტაქტები, რაც შეიძლება მრავალფეროვანი კონდეს, იმიტომ რომ ეს ძალიან დაგვეხმარება თუნდაც ინვესტიციებში, რაღაც მომხმარებელთან, რაც მარტივად გასვლაში და ასე შემდეგ. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რაც მალე არ დაუნებდეთ და რაც რთული გზა სწორად გავიაროთ. დავიწყებ იქიდან საუბარს, თუ საერთოდ საიდან მომივიდა ეს იდეა. როდესაც მე ვაკეთებდი რამოდენიმე პროექტს ინტერიერის გამწვანებაზე, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა მხდებოდა იმ კუთხით, რომ თქვათ დამკვეთს, უნდა ამათვე ადგილას ინტერიერში დაედგა მცენარე, სადაც თქვათ ისეთ ადგილას დაედგა მცენარე, უბრალოდ სადაც არ იყო განათება და არ იყო საკმარისი ჰაერი, ტენიანობა. აი, აქედან უკვე დავიწყე ფიქრი აი რა შეიძლებოდა შემეთავაზებინა ისეთი, რომ თქვათ იქ თავისუფლად შეეძლებოდა დამკვეთს, რომ სიმწვანეც ყოფილიყო, რაღაცა სიცოცხლე შემოეტანა სივრცეში და აქედან გამომდინარე თან პლუს ის, რომ არ ჭირდება მოვლა. სტაბილიზირებულ ხავს, აი ეს ძალიან დიდი უპირატესობაა მისი. და აქედან გამომდინარე რაღაცა ბევრი ძიების შესახებ წავაწყდი ბევრი წლის წინ წავაწყდი სტაბილიზირებულ ხავს, არ საჭიროებს მოვლას. არის სრულიად ანტიალერგიული, გიქმნის საოცარ გარემოს იმ სივრცეში, სადაც არის ადამიანი და ამავდროულად რაღაცა ცოცხალია, ფაქტიურად მართალია სტაბილიზირებულია, თუმცა ნიადაგიდან იღებენ ამ ხავს, რომელსაც შემდეგ რაღაცა გარკვეული დამუშავება ჭირდება იმისათვის, რომ აი გააგრძელოს სიცოცხლე აი ამ სახით დეკორის სახით. დაახლოებით 8 წელი აქვს ექსპლუატაციის ვადა და ინარჩუნებს აი ამ დროის მანძილზე პირვანდელ სახეს და საკმაოდ ამიტომაც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი აქტუალური და ერთ-ერთი საინტერესო იმიტომ არის და პოპულარულიც ალბათ იმიტომ გახდა, რომ აი ამდენი ბევრი დადებითი თვისება აქვს და პირველ რიგში ის, რომ არ საჭიროებს მოვლას და საინტერესო არის
ბევრისთვის. ანუ იმდენად საინტერესოდ მიდის ეს პროცესი. რასაკვირველია, ყველა ბიზნესს აქვს ალბათ თავისი რაღაცა გამოწვევა, თავისი პრობლემა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში რო გითხრათ, რომ რაღაცა ისეთი განსაკუთრებული გამოწვევების და პრობლემების წინაშე ვარ, თქო, ესე არ არის ნამდვილად, რადგან ალბათ არ ვფიქრობ ამაზე, აი ერთადერთი ჩემი ფიქრი ის არის, რომ რაღაცა დადებითი ემოცია დაუტოვო იმ ადამიანებს, ვინც მოდის აქ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამავდროულად, რომ მივიღო კიდეც რაღაცა უკავშირი მქონდეს ამ ადამიანებისგან. აი რაღაცნაირად ამით იმდენად ვივსები, რომ აი რაღაც ეს სიმართლე გითხრათ, აი ეს დიდი რაღაც გამოწვევები ბიზნესში, რომ არ ვიცი, ვაკეთებ ჩემს საქმეს. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და აქედან გამომდინარე ვცდილობ, რომ რაღაცა ის დიდი ისეთი სერიოზული პრობლემა და გამოწვევა რაღაცა არ მქონია ესეთი. ალბათ ის არის, რომ მუდმივად ვცდილობ, რომ განვაახლო, მუდმივად არასოდეს არ ვჩერდები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელია უკვე ვაკეთებ, თქვათ, ლანდშაფტის დიზაინს, მართალია სტარტაპის სახით, ეხლა დავიწყეთ, თქვათ, მასტერკლასები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტაბილურობის განცდა მაქვს კი და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, არ ვფიქრობ, ანუ არ ვჩერდები აქედან გამომდინარე, აი ის გამოწვევები, რაც შეიძლება რომ მქონდეს, რაღაცნაირად ვირიდებ თავიდან. კარგი დამფუძნებელი უნდა გრძნობდეს რა ელის ხვალ. ოღონდ აი მართლა გრძნობის დონეზეა ეს და არა ის რომ რაღაც გაწერილი კონდეს და სუსტად ხვდებოდეს რა უნდა გადადგას და შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს. მეორე ეს არის აი პირდაპირობიდან დობა ინვესტორებთან თუნდაც შიგნით გუნდში რომ კარგად იყოს ეს ადამიანური ურთიერთობები დალაგებული. გუნდი თუ არ არის ძალიან შეკრული და გუნდის წევრებს თუ არ არის დამფუძნებლებს შორის თუ არ არის ძალიან მაღალი ნდობის კომპონენტი და ზუსტად თუ არ იციან რატომ არიან ერთად, რისთვის არიან ერთად მაშინ ამას როგორც წესი ინვესტორებიც ამჩნევენ, რა თქმა უნდა, პირველივე ეტაპზე. აი ეს მე მომავალში როგორც წესი აისახება ხოლმე არც ისე კარგად რა. პირველ რიგში ალბათ ის, რომ რასაც აკეთებენ, უყვარდათ თავიანთი საქმე. ეს არის აი უპირობოდ მნიშვნელოვანი, აუცილებლად უნდა უყვარდეთ ის, რასაც აკეთებ და თუ გინდა რომ გამოგივიდეს, თუ გინდა რომ მიაღწიო შენს მაქსიმუმს, ალბათ არასდროს არ უნდა გაჩერდე. უნდა მუდმივად შრომას საჭიროებს ნებისმიერი საქმე და აქედან გამომდინარეც ვფიქრობ, რომ მუდმივი შრომა, რაღაცა დაუღალავი, ასე თქვა და ძიება, რაც მთავარია სიახლის, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ წარმატებაც გარდაუვალია.